შტატებში მყოფი ქართული დელეგაცია დღეს მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში. განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. გუშინ კი დისკუსიები შედგა როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ სენატორ სტივ დენის შეხვდა. მათი განცხადებით, სენატორის მხრიდან შტატებში ქართველების ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა და მზაობა გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს. საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა შეხვედრა სენატორ სტივ დენსთან. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველოს აქვს სატრანზიტო დერეფნის განვითარებაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეგრეთ წოდებული ტრამპის სატრანზიტო გზა და საქართველოს გავლით სატრანზიტო გზა ერთმანეთის მეტოქეები და ალტერნატივა კი არ არის, არამედ ურთიერთშემოსებელია. შეხვედრაზე ასევე იმედი გამოითქვა, რომ მომავალში აუცილებლად განვითარდება ურთიერთობები და ეს ასე ვთქვათ, ერთგვარად შეიძლება ჩაითვალოს იმ პირველ გადადგმულ ნაბიჯად, რომელსაც უნდა მოყვეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელმეორედ განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თავარი სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან არის ის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გადაიტვირთოს. ეს ვიზიტი თავის მხრივ იქნება პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კუთხით და ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, რაც პირველ რიგში ჩვენ შიდა საქმეებში ჩაურევლობას, რაც ასევე მნიშვნელოვან მიმართულება იქნება ორმხრივი ურთიერთობების კუთხით. ასევე ჩვენს ვიზიტს აქვს მეორე მხრივ დაატვირთვა ის, რომ სუვერენული ერების გაერთიანების ალიანსში მიიღებთ მონაწილეობას, როგორც სრულფასოვანი წევრი და ერთ-ერთი პანელის მონაწილე, რომელიც შეეხება შუა დერეფნის როლს, რომელიც შეეხება ენერგეტიკის უსაფრთხოებას და აქ კიდევ ერთხელ გაესმევა ხაზი საქართველოს როლს.